მოგიყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე მოგესალმებით. ზუსტად 2 დღეში არჩევნების მეორე ტური და საბოლოო გადაწყვეტილება შევა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით ქართული ოცნება თუ ვერა. ნაციონალური მოძრაობა ამ მომრჩეველს მოუწოდებს სახელისუფლებო გუნდს სრული ძალაუფლების ბერკეტები წაართვას და არჩევნებზე ოპოზიციის მხარდასაჭერად +1 ადამიანი მიიყვანოს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან მეორე ტურში პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაციას ნიშნავს. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს ნაციონალური მოძრაობა სევდია უგრეხელიძე, გაერთიანებული დემოკრატები დიმიტრი ლორთქიფანიძე და ოცნებიდან გასული დეპუტატი პარტია ჩვენები ნანა ყეინიშვილი, რომელმაც გუშინ ხალხს ისევ ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა დღეს ჩვენ ვისაუბროთ იმ შანსებზე, რომელიც საბოლოოდ ან ერთს ან მეორე პარტიას მიეცემა მეორე ტურების შედეგად. ვინაიდან ქალბატონი სევდია თავადვე იღებს მეორე ტურში მონაწილეობას, მინდა გკითხოთ, თქვენ მართლა გჯერათ ქალბატონო სევდია, რომ +1 ადამიანით მოვა თქვენი მხარდამჭერი, ანუ თუ მიიღეთ რაღაც გარკვეული პროცენტი დაუშვათ 27%, ეს გაგიორმაგდებათ ამ მეორე ტურებში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მინდა შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ საერთოდ მეორე ტურები ყოველთვის გამოირჩევა დაბალი აქტივობით. აქედან გამომდინარე, ორივე მხრივ, როგორც ხელისუფლებო მხრივ, ასევე მათი კონკურენტების მხრივ, შესაძლებელი არის, რომ აქტივობა იყოს დაბალი. ამიტომ ეს მოწოდება პირველ რიგში არის საარჩევნო აქტივობის მოწოდება. ეს გააორმაგებს თუ არ გააორმაგებს ჩემს 4316 ხმას, ამაზე რა თქმა უნდა არ შემიძლია ვიმკითხაო და არც ილუზიები გამაჩნია და არც ტრაგიკული რამე ჭრეტა, მაგრამ თუ ეს დააბალანსებს იმ აქტივობის დანაკლისს, რომელიც ბუნებრივად მეორე ტურებს ახასიათებს, ეს უკვე კარგია ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური ხერხებით უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომაც სხვა რამ ჩემთვის არის მიუღებელი და გამორიცხული, რა შემიძლია სხვა გავაკეთო, ისიც მიუღებელი იქნებოდა ნამდვილად, რომ აღარ გავსულიყავი, იმიტომ რომ რა პასუხს ვაძლევ. გასულიყავით თუ არ გასულიყავით, მაგალითად ცნობილია, რომ თქვენს პოლიტიკურ გუნდში 100 სხვადასხვაობა იყო და მაგალითად სანდრა რულოვსმა საერთოდ უარი თქვა ეხლა სანდრა რულოვსი განსაკუთრებული შემთხვევა, აი ენით აუწერელ ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა ძალადობა ყველგან იყო, ძალადობა ჩემთანაც იყო დაწყებული პირველი დღიდან, მოგზავნა, ნასამართლები ადამიანების მუქარა, ბანერზე თავის მოჭრა, სუსის შემოგზავნა და ასე შემდეგ და ბოლოს ჩვენი დამკვირვებელი ისეთ ცემეს მამაშვილი, რომ ჩვენი დიდი ხნის აქტივისტები აღარ გამოდიან კონტაქტზე, იმიტომ რომ პოლიცია ნაცემ ხალხს, იქეთ უჩალიჩებდა და ეუბნებოდა რომ დაგიჭერთო. ასე რომ ეს ყველაფერი იყო, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც მოხდა სამეგრელოში, სადაც სანდრა რულოვს მართლაც როგორც თქვა, იგი გამარჯვებული არის. იგი მორალურად, მენტალურად ყველანაირად გამარჯვებული არის. მხოლოდ და მხოლოდ ძალადობითა და დარბევებითა და მათ შორის უცხოელი დამკვირვებლის ცემით და ამით აღინიშნებოდა ეს ყველაფერი და მისი პოზიცია სხვა არის. მან როგორც ადამიანმა, რომელიც არც იყო მანამდე ასოცირებული პარტიასთან და არც შემდეგ შეიძლება არ ყოფილიყო ასოცირებული სწორედ პარტიასთან, მან თავისი ადამიანური ნაბიჯი გადადგა და მე ვერც ერთ პოზიციას ვერ გავაკრიტიკებ, არამედ თუ შიგნი არამედ მე ასევე არ ვაკრიტიკებ იმათ პოზიციასაც, ვინც თქვა ჩვენ გვიპირისპირდა. კი ბატონო, მოდით მე მაშინ ისევ მიუბრუნდები თემას და გადავდივარ უკვე ბატონ დიმიტრისთან და ქალბატონ ნანასთან. ანუ თქვენ ელოდებით, რომ ხელიდან გამოაცლით ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობას მეორე ტურის შედეგად პირდაპირ მითხრათ. ძალიან ბევრი ოლქში არის ისეთი ბალანსი პროცენტების, რომელიც იძლევა საფუძვლიან იმედს იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღოს, ვინაიდან ამ ხალხის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე, ეს არის ინსტიტუციების გრევა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის გაბაიბურება, ეს არის ქუთაისის კიდე დიდი ხნით დაძირვა, ეს არის ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არის მხოლოდ პოპულისტური და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც მაგალითად ქორწინების შეტანას, რაც ისედაც
წერია ჩვენ სხვა კანონებში, სამოქალაქო კოდექსში, ასე რომ გარდა ამისა კიდე რა მოუვათ თავში, კაცმა არის. კარგით, მოდით ამ დეტალებზე უკვე აი რატომ არის საფრთხე და უშუალოდ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტების მათთვის ხელში მიცემა, ამაზე უკვე მერე ვისაუბროთ, მანამდე მინდა ვთქვა ერთი ნანა ყეინიშვილი დეპუტატი, რომელიც გავიდა ქართული ოცნებიდან, მაგრამ გუშინ მან არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველად ჩაატარა პრესკონფერენცია და გააკეთა რომ ხმა მისცეს ყველამ ქართულ ოცნებას. რატომ ქალბატონო ნანა, თუ დატოვეთ ქართული ოცნება, დღეს რატომ გათვლით საჭიროთ, რომ ესე ტიპის მოწოდებით გამოხვიდეთ? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მადლობას მოუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც 2016 წლის 8 ოქტომბერს პარტია ჩვენები მისცა ხმა და ნანა ყეინიშვილს მისცა ხმა და დღეს რაც გუში რასაკვირველია მე გავაკეთე განცხადება, რომ მოუწოდე ჩემს სამომრჩევლებს, რომ მიეცათ ხმა ქართული ოცნებისათვის. მე მიმაჩნია, დიახ, მე დავტოვე ოცნება, რასაკვირველია იმაში დაგეთანხმებით, რომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მრავალპარტიული პარლამენტი შიგნით იყოს ბევრი პარტიები წარმოდგენილი და მაშინ ქვეყნის განვითარების ეს იქნებოდა საუკეთესო მოდელი, მაგრამ იმ მოცემულობიდან, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველოში, რომ დარჩა მხოლოდ ქართული ოცნება რეალურად სულ რამოდენიმე ოლქშია, რომ რაღაცა განსხვავებული შანსი აქვს ვინმეს, დარჩა მხოლოდ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, დიახ, მე მოუწოდე, რომ ქართული ოცნებისათვის მიეცათ ხმა, რადგან უნდა დამთავრდეს, მე 4 წელს განმავლობაში ვნახე, თუ ნაციონალური მოძრაობა როგორ გვიშლიდა შიგნით ხელს დეპუტატის საპარლამენტო მუშაობაში. ყველა იმ პროცედურას იყენებდნენ, რომელიც კი შეიძლებოდა, რომ დრო დაეკარგინებინათ, მაქსიმალურად ყველა პროცედურა გამოეყენებინათ და კანონი, რომელიც შეიძლებოდა, რომ 1 საათში და საათნახევარში მიგეღო, ხანდახან 3 დღე ანუ თუ რამე ვერ გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ამას ეხლა აბრალებ თქვენ ნაციონალური არა, მე ასე არ მინდა რომ ვთქვა, რომ თუ რამე ვერ გააკეთა და დამნაშავეს არ ვეძებს, სწორედ ამიტომ გამოვედი მე ქართული ოცნებიდან და ცალკე პარტია ჩვენების ერთ-ერთი ლიდერი გავხდი, ზუსტად ამიტომ, რომ მე მიმაჩნია, მე დავიღალე რეალურად დარწმუნებული ვარ ასია საქართველოს მოსახლეობაც, მოსმენა იმისი ნაციონალური მოძრაობა ადანაშაულებს ქართულ ოცნებას და პირიქით. მე მინდა რომ ჩვენ სახელმწიფოში მთავრობა, სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები ორიენტირებული იყვნენ ადამიანების მომსახურებაზე. დიახ, ხელფასი იმიტომ იღებენ და ვიღებდით ბიუჯეტიდან, რომ მხოლოდ ადამიანებს უნდა მოვემსახუროთ. ამიტომ ეს ერთმანეთის გადაბრალება, მოდი ის დრო, როდესაც ერთმანეთის გადაბრალებაზე იხარჯება, თითოეულმა ჩვენთაგანმა დახარჯოს იმაზე, თუ რითი გავაუმჯობესეთ ნებისმიერი მოქალაქის საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, აი თქვენ გააკეთეთ მოწოდება, რომ ხარი დაუჭირეთო მეორე ტურში ქართულ ოცნებას, თქვენ სამომრჩეველს მიმართეთ. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს ისევ ოცნება, შეიცვლება რამე იმ ძველი რეალობიდან გამომდინარე, ანუ ურთიერთგადაბრალებები აღარ იქნება, ნაციონალური მოძრაობა გაქრება ასპარეზიდან თუ როგორაა, საქმე 27% ოფიციალურად უკვე დაიკანონეს და ბატონ დიმიტრისთან გადავალ უკვე შემდეგი შედეგი. რასაკვირველია, ნაციონალური მოძრაობა ამ პარლამენტში იქნება 27% ძალიან დიდი ციფრია, ვიტყოდი ასე. შიგნით ექნებათ მათ საშუალება იმუშაონ. მე ჩემს სურვილზე არ არის, ოღონდ მე ვისურვებდი, რომ ნაციონალური მოძრაობისათვის იყოს ბოლო პარლამენტში შესვლა და მათ შორის არიან ბევრი კარგი ადამიანები და მათ შეუძლიათ სხვა პარტიებშიც გაერთიანდნენ, რაღაცა ახალიც გააკეთონ, მაგრამ იმ სახით, რომელიც არსებობდა ნაციონალური მოძრაობა, დიახ, ქვეყნისთვის იყო დამღუპელი მათი ქმედებები იმ 9 წელს განმავლობაში და ეს რაღაცნაირად წერტილი უნდა დაესვას, დამთავრდეს, ბრალდებებიც დამთავრდება ამ შემთხვევაში და გაგრძელდება ქვეყანაში ახალი რეალობა. კარგით, ნანა, ხო არ უპასუხებთ ქალბატონო სევდია იმ სახით დანა არ შეიძლება რომ გაგრძელდესო ნაციონალური მოძრაობის არსებობა და უკვე გადავალ დიმიტრი ლორთქიფაინძეს და რომლის გუნდსაც აქვს ეჭვი არა და უკვე მტკიცებით ფორმაში საუბრობს, რომ ამ არჩევნებმა საერთოდ დაადასტურა, რომ ოცნება და ნაციონალები გარიგდნენ, ასე ფიქრობს გუნდი, რომელსაც წარმოადგენს დიმიტრი ლორთქიფაინძე. რას უპასუხებთ ნანა ყეინიშვილს? ხო, იცით, უბრალოდ მაპატიეთ, მაგრამ ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ასეთი მიდგომები, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ქართული ხალხის ნებაზე და ამიტომ არის ჩვენ რო არ უარყოფთ არჩევნების შედეგს მიუხედავად იმისა, რომ გაყალბება დიდი იყო, მაგრამ პრინციპში არჩევანი მაინც ასეთი იყო, პრინციპში. გაყალბება შეიძლება პროცენტების განსხვავება შეამციროს, მაგრამ სრულიად
ამას ვერ შეამცირებს. რა თქმა უნდა, ამაში არის ზუსტად ესეთი წვრილ-წვრილი პარტიების დამსახურებაც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რაღაც თამაშები ეთამაშათ, ესე ვთქვათ, კულისებს მიღმა და ბუნებრივია ის, რომ ასეთ პარტიები ყოველთვის ვიღაცაზე არიან მიწებებული, მიკედლებული და ესე ვთქვათ, წურბელები არიან, რომელიღაც ისე ცხადია, სახელმწიფო პარტიის წურბელა უნდა იყოს პარტია, თორე აბა ოპოზიციური პარტიის წურბელა ვერ იქნება, იქიდან რას გამორჩება? წურბელაა ნანა ყეინიშვილი. ნებისმიერ პარტიას მე პიროვნების არა, ნანა ყეინიშვილი ვიგულისხმებ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ის ლიდერი. მე პიროვნების ახლა მეც არ ვეხები პიროვნებებს, ოცნებაშიც არიან პიროვნებები, მაგრამ როდესაც მიუღებელი არის მათი ის სვლა და ის ნაბიჯები, რომელსაც აკეთებენ და გავიდა ბატონო ეს 9 წელი 4 წელზე მელაპარაკონ, ახლა რა გააკეთა ქალბატონო ნანა ყეინიშვილმა, თქვა იმ ოცნებაში ყოფნის დროს იქ, ან რა ვერ გააკეთა, რატო ვერ გააკეთა. თუმე ნაციონალური მოძრაობა უშლიდა ხელს და მაშინ დარჩენილიყო კიდევ ახლა ნაციონალური მოძრაობა ნაკლები იქნება და გაეგრძელებინათ, მაგრამ როგორც ჩანს ასეთი არჩევანი არ გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ამას წყვეტს პარტია ქართული ოცნება, სადაც როგორც ჩანს არ დატოვეს ქალბატონი ნანა და ასევე წყვეტს ქართველი ხალხი, რომელმაც ნებისმიერი სახით იმ პროცენტით არა ძალადობის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებში, მაგრამ მაინც არჩია, რომ გაგრძელდეს ეს სტაგნაცია, ეკონომიკის დანგრევა და ის კურსი, რომელიც მიმართული არის საქართველოს გაქრობისაკენ. მადლობა. არ ელოდა ალბათ, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა. უპასუხებ თუ შეიძლება. კარგი, და მე უნდა გადავიდე იგივე ქრონომეტრაჟით უკვე ბატონ დიმიტრისთან უპასუხეთ. ქალბატონ სევდია მიიღეთ ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა პირადად თქვენს მიმართ. და მე არაფრით არ შემიძლია რომ აი თქვენს გამონათქვამებზე თუნდაც გავაკეთო რამე რეაგირება მიმაჩნია ეს პირველ რიგში არაღირსეულად და ამიტომ თავისუფალი ხართ გამონათქვამებში კი მაგრამ მე დიდი მადლობა მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყოდი რომ ქართულმა ხალხმა დიახ გააკეთა არჩევანი დიახ დაამთავრა თუნდაც ის რომ ჩვენ აგერ ვზივართ ეხლა და თავისუფლად საუბრობთ იმას რასაც ვფიქრობთ ეს არის ამ ქართული ოცნების და სრულიად საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და იმედი მაქვს რომ დიახ 2020 წლისათვის შეიძლება თავისუფლად ოცნების მხარდამჭერი ხართ შეიძლება გამოკითხეთ იმათ ვინც ცემეს დასისხლიანებულ ჩემთან მამაშვილს ქალბატონ სევდია მოდით მოგავიხსენებთ 9 წლის განმავლობაში რა მოხდა თორე მე ხო ჩვენ რა უნდა გავაგრძელოთ ასე ცხოვრობდა ეს 4 წელი როგორ ცხოვრობდა თქვენს მმართველობის დროს საქართველო 330,000 ადამიანი დაიჭირეს ციხეში. არ აყავს ისეთი პატრონი, ის არ არის თბილისელი ის ბავშვი და არავინ არ კითხულობს ის რატომ მოკლეს და კიდე რატო ემუქრებიან და რა თქმა უნდა არ აყავს ის პატრონები, რომლებიც ისე უპატრონებენ თავიანთ დაღუპულ შვილებს, როგორც ნაპატრონები აღმოჩნდა. ქალბატონზე მაგას გამოძიება დაადგენს რა და როგორ იყო. პირველ რიგში ჩემი სამძიმარი მიიღოს ოჯახმა და სრულიად საქართველოს შენგელიას შემთხვევაში. მაგრამ ნუ გამოვიყენეთ ესეთ ინდივიდუალურ შემთხვევებს. აბა ინდივიდუალური არ იყო. არ შეიძლება ვიღაცის უბედურებაზე მე და თქვენ ახლა საუბრობდეთ, მოდით აქ გავჩერდეთ. სულ შემთხვევებთან დაკავშირებით ნამდვილად არ შეიძლება სწუხილი არ გამოვხატო მეც ისევე როგორც ნებისმიერმა ადამიანმა. როგორც გირგვლიანი იყო, ცოცხალი ადამიანი და საშინელება იყო, რაც მოხდა, ისე საშინელება არის გინ შენგელიას კვლელობა და გინ თვითკვლელობა სტურვასი და გინ მიქაუტაძის და გინ ფარტენაკის და შესაბამისი რეაგირება არ ქონია ხელისუფლებას. აი 4 წელი არის ამ რეაგირება? მადლობა. მოდით გადავალ მე დიმიტრი ლორთქიფაინძესთან ბოდიში ბატონო დიმიტრი ცოტა გაგვიგრძელდა დისკუსია. თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც უკვე მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ გარიგდნენ ერთმანეთში ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. თუ ეს ასეა, მას დღეს რისთვის გამიდის ომი მეორე ტურში? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელ სტუდიაში ქალბატონებს. ჩვენ ამას დღეს არ ვამტკიცებ, ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ კოჰაბიტაცია სხვა არაფერია, თუ არა ერთსისტემური მართლობის მონაწილე ორი სახელისუფლება მონსტრის ყოფილის და დღევანდელის ურთიერთმუდმივი გარიგების პროცესი, რომელიც ნაკარნახევია დასავლეთიდან და ჩვენ ინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა რეალურად ვიყავით ის ერთადერთი მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრის და ახალი მიზიდულობის ცენტრის ფუნქციით უნდა აღჭურვილიყავით და ჩვენ იმედი გქონდა, რომ საზოგადოება ძალიან გაგებით მოეკიდებოდა, რა თქმა უნდა, ამ
საკითხს და ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მოგცეს ხმა, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს, რომლებიც დღესაც გვირეკავენ, დღესაც ითხოვენ ჩვენგან, რომ ჩვენ დავიცვათ მათი ხმები, მაგრამ სამწუხაროდ ძალა აღმარცხნავს და როგორც ჩანს, ჩვენ დავდექით იმ ეპოქალური მნიშვნელობის საარჩევნო პროცესის წინაშე, როდესაც ძალიან დიდი ფული ყველაფერს აკეთებს უკვე და ბატონ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდა აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, რომელიც საარჩევნო დავებთან დაკავშირებით შესაძლებელია რომელიმე ოპოზიციურ ძალას გამოეყენებინა. პირველ რიგში ეს არის სასამართლო ხელისუფლება და როდესაც ჩვენ 2013 წლის 6 ოქტომბრის ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს ვაკრიტიკებდით ბატონი მურუსიძის მისამართით და გახსოვთ თქვენ რა თქვა მან მურუსიძესთან დაკავშირებით. რეჟიმის ხერხი იყო ერთია, მაგრამ მან თქვა რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარანტია. ეს ითქვა ადამიანზე, რომლის წინააღმდეგაც და რომლის გადაწყვეტილების წინააღმდეგაც და გადაწყვეტილება მისი იყო საქართველოს სახელით დადგენილი საბოლოო სასამართლო აქტი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა პრეცედენტულმა სასამართლომ გააკეთა განცხადება, გააკეთა უბრალოდ გამოსცა დადგენილება, განჩინება, რომლის მიხედვით ეს განაჩენები მისი იყო გამაუგნებელი ევროპული სასამართლოსთვის და ყველა ის პირი, რომელიც სახელმწიფო სისტემაში იყო ჩართული როგორც აღმასრულებელში, ისე საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლებაში პირდაპირ იქნა დადანაშაულებული. სხვა საკითხია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში არ აღსრულებულა და იმის მაგერად, რომ ეს ადამიანები ჩამოშორებულ მაინც ყოფილიყვნენ სახელმწიფო სისტემას, როგორც სასამართლოს, ასევე აღმასრულებელს და საპარლამენტოს და მიცემული ყოფილიყვნენ პასუხისგებაში. თქვენ დაინახეთ ძალიან კარგად, რომ ბიძინა ივანიშვილმა კომპრომეტირებული პირები გამოიყენა არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვების გარანტად, არამედ პროკურატურის სისტემაზეც დღეს იბრძვის იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყავდეს და თუმცა დღეს რომც არ მიიღოს მან საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ საკითხს ის მაინც მოაგვარებს, როგორც ყოველთვის აგვარებდა და იმ ნაციონალური მოძრაობიდან იქნება თუ თავისუფლად მცურავი პარლამენტის წევრებიდან, რომლებიც ასევე იქნებიან მომავალ პარლამენტში, აუცილებლად შეადგენს ამ უმრავლესობას. ეს მისთვის პრობლემა არ იქნება, თუ დასახარჯი იყო 46 მილიონი, ის დახარჯავს 46 მილიონს. რა პრობლემაა? თავარი ის არის, რომ ყველაზე დიდი მოთამაშე წესების მთავარი გამსაზღველი არის ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ბოლომდე დავასრულებ თუ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილმა ისიც მოახერხა, რომ სატელიტური პოლიტიკური პარტიებისთვის მწვანე შუქი აანთო, როგორც ნაციონალური მოძრაობის სატელიტებზეა საუბარი, ისე ქართული ოცნების სატელიტებზე, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირება არ მომხდარიყო, არ გაძლიერებულიყო ნინო ბურჯანაძის გუნდი, არ მომხდარიყო რეალურად ქართული ეროვნული პოლიტიკის გატარების მცდელობა, რომელიც რა თქმა უნდა მეინსტრიმული არ არის ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრებთან და ბიძინა ივანიშვილი თავისი 7 მილიარდით არის რეალურად მძევალი იმ დასავლური კაბინეტების წინაშე, რომლებიც კარნახობენ მას ქართულ პოლიტიკას, ქართულ ბრჭყალებში ამ შემთხვევაში, თორე ქართული ოცნება სახელწოდება უკვე შეურაცხყოფელიც კი უნდა იყოს ქართველი ერისთვის, იმიტომ რომ ოცნება და რჩება და რეალურად საქმე წინ არ მიდის, ქვეყანა არ გამოდის ჩიხიდან. დღეს თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ იმდენად დიდი ფული დაიხარჯა პოლიტიკური კორუფციისთვის და საარჩევნო მიზნებისთვის წინა საარჩევნოდ, რომ დღეს ფაქტიურად ქალბატონო ინგა ისტორიულ მაქსიმუმებს აღწევს ზღვარი ეროვნული ვალუტის დევალვაციის. და სხვა არაფერია თუ არა იმისი პირდაპირ მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები იქნა ნაყიდი და ჩვენ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულ მოძრაობას წაგვართვეს ხმები, წაგვართვეს იმგვარად, როგორაც არ მომხდარ ეს არასოდეს 90 წლის 28 ოქტომბრიდან ბოდის ვიხდი თუ შეიძლება დავასრულებ დღემდე და ჩვენ აჭარაში გვაქვს 7%, დანარჩენ საქართველოში გვაქვს 3.5% დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ძალა მაინც, რომელიც რეგიონში აღწევს 7%-იან ზღვარს, ხოლო ყველა დანარჩენ საქართველოს რეგიონებში მხოლოდ 3.5%-ია და ის რომ ჩვენ 300 საჩივარი გქონდა წარდგენილი ქალბატონო ინგა და არც ერთი საჩივარი არამც თუ მთლიანად ნაწილობრივადაც არ დაკმაყოფილებულა ის რომ დანარჩენ 24 პოლიტიკურ პარტიას რომლებიც ჩვენთან ერთად არჩევნებს მონაწილეობენ მხოლოდ 20%-ია მოდის მხოლოდ 20%-ია ერთი წუთით აჭარა ახსენეთ ეხლა თქვენ ამბობთ რომ თუ აჭარაში შეხვედით მაშინ წარმოუდგენელია რომ დანარჩენ საქართველოშიც არ აგეღოთ ის ხმები თუ გაგიყალბეს არჩევნები რატომ შედიხართ მაშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში ეს კითხვა არის იგივე უნდა ვკითხო მე ეხლა ქალბატონს აჭარის უმაღლეს საბჭო არის განყენებული საარჩევნო ასე ვთქვათ მოცემულობა საერთო საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით ეს ერთი მეორე ერთი მე თქვენ შემაწყვეტინეთ ძალიან საინტერესო მომენტი თქვენის ნებართვით უბრალოდ დავასრულებ იმ ფრაზას რომელიც 300 საჩივრის არ დაკმაყოფილებას ეხება ვინაიდან გასაჩივრებული 100% მოცულობისა 30% მოდიოდა მხოლოდ ერთ პარტიაზე ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობაზე
20% დანარჩენ 24 მონაწილე პარტიაზე, რომელთა შორის ძალიან ბევრი სატელიტი ლოცმანი იყო, რომლებიც ვეშაპებს დაყვებიან ხოლმე კონკრეტული მომსახურეობის მიზნით და 30% გახდათ, ბოდიში 50% დანარჩენი 50% არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც მინდა მადლობა გადაუხადო კვალიფიცირებული საარჩევნებისთვის. რაც შეეხება თავად აი ამ პრობლემას შუა გაკრეფვის. დიახ, მან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჩანაფიქრი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მიცემული, რომ შუა უნდა გაიკრიფოს პოლიტიკურ სივრცეში შეასრულა. მადლობა პოლიტიკური მონსტრი, სახელმწიფო მონსტრი დარჩა ერთმანეთის პირით. და ბოდიში წესებზე მე დაგისვათ ერთი ფრაზა და წერტილი. ჩვენ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა ვემიჯნებით მეორე ტურს, როგორც კანონგარეში არსებულ საარჩევნო პროცესს. ვინაიდან პირველი ტური 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა იქნა ტოტალურად გაყალბებული და მე და აიმორ ქალბატონსაც შევეკითხოთ თქვენის ნებართვით ქალბატონებო, გაყალბდა თუ არა ქალბატონო სევდი არჩევნები, გეკითხებით პირდაპირ მიპასუხეთ კი ან არა, ქალბატონო ნანა, გაყალბდა თუ არა არჩევნები, გითხოთ პირდაპირ მიპასუხეთ. მოდით მაშინ მოусმინოთ, უპასუხეთ ქალბატონო სევდია და შემდეგ ქალბატონი ნანას არჩევნები. პირველ რიგში წავიდა ძალადობის გზით, გაყალბების გზით, ძალადობის. ანუ გაყალბდა. რა თქმა უნდა. ამავე დროს სუსის მუშაობის დაშინების, სოციალურების მოხსნის მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ქვეშ, კრიმინალური სამყარო მთლიანად ტოტალურად იყო მობილიზებული ამ არჩევნებში ოცნების მხარეზე და ისინი იქ ხდებოდა ციხიდან ზარები თავისუფალი იყო და ხდებოდა რაც კრიმინალურ სამყაროსაც აკეთებს ციხიდან აკონტროლებს გარეთ ცხოვრებას, ამის გაკონტროლება და ამას დაემატა, რა თქმა უნდა, ის შემოხაზვები, ბიულეტენის გაფუჭებები, 137,000 ბათილი ბიულეტენი. კარგად იყო წინ წლებში კარგად მობილიზებული ქართული ოცნება ამ არჩევნების ყველა გზით გასაყალბებლად. მაგრამ თქვენი კითხვა რამდენადაც ხვდები, შემდეგ კითხვას ველოდი, რომ ბრძანეთ, რომ რატომ შევდივართ პარლამენტში. თუ გაყავდა, მაშინ რატომ შედიხართ პარლამენტში, მაგრამ ერთი წუთით ნანა ყეინიშვილსაც დაუსვა დიმიტრი ლორთქიფაინძემ იგივე კითხვა მაინტერესებს თქვენ რა სიტყვით, ქალბატონო ნანა. გაყავდა თუ არა არჩევნები? არ გაყალბდა არჩევნები, თუმცა რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ჩატარდა, იყო სხვადასხვა უბნებზე დარღვევებიც იყო, არასწორი ქმედებებიც იყო, დარბევებიც იყო შუქის გათიშვები იყო პირადად ჩემთან მე ისნის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში ვიყრედი კენჭ და 6 უბანში გამითიშეს შუქი ზოგან საათნახევარი ზოგან საათი და 10 წუთი და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ რომ საარჩევნო უბანში სკოლაში მაგალითად არ იყო გამოთიშეს სადაც უბანი იყო შუქი და მოსახლეობა შუქი ქონდა იგივე გვერდზე და გარე განათლება იყო არა ბატონ დიმიტრი მე მინდა ვთქვა ქართული ოცნების სატელიტი ბრძანდებით და ბატონ დიმიტრი მე თქვენ როცა საუბრობდით ერთი წუთით იმ ერთხმასაც ვერ მიიღებდით ალბათ რა ერთი წუთით რა ბატონ დიმიტრი გაყალბდა როგორ გამოვიდა არ გაყალბდა მე თქვენ რო საუბრობდით საათი და 10 წუთი არის თუ არა საკმარისი ქალბატონო სევდი ემისთვის რომ ბათილად ცნობილ ბიულეტენებში ნომერი 3 გადააწყო იმ და იმ არა რომ 3.5% დაუწერო პარტიას ბატონო დიმიტრი თქვენ მე როგორც გიცნობთ ძალიან ძლიერი ახალგაზრდა ხართ ამიტომ თქვენ როცა საუბრობდით მე არ ჩავრევი ვარ თქვენ საუბარში ძალიან გთხოვთ მომეცით საშუალება და არა ნერვები მეშლება რაზე იცით რა მე აღიათ გამოვხატავ კიდე არ შეიძლება პოლიტიკოს ნერვები მეშლება იმაზე რომ თქვენ ქალბატონი ნანა ყეინიშვილი რომელიც გამოხვედით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის რიგებიდან პრეტენზიები მომცემ საშუალებას მე რო ახლა ვისაუბრებ თუ არა პირაში აცხადებს ქართული ოცნება ეს არის დადებითი პოლიტიკური ძალა რომელმაც არჩევნები არ გააყალბა და მიაღწია შედეგებს ესე იგი უდრტვინველად ადამიანების ხარდაჭერა ქალბატონო იგა გთხოვთ უზრუნველყოფილი დისკუსია ქალბატონო ნანა მიუღებელია ბატონ დიმიტრი ეხლა გთხოვთ რომ თქვენგან ამდენად არ მოველოდი მე ამ პოზიციის დაფიქსირებას სტუდიაში მე ვაფიქსირებ იმას რაც რეალურად დავინახე და იყო მომეცით საშუალება დავამთავრო და კიდევ ერთსაც ვიტყვი რომ რასაკვირველია მე იმ დღესვე გავაკეთე 8 ოქტომბერსვე გავაკეთე ამაზე განცხადება და არის ეს არქივში რომ ეს ამ უბნებში გაითიშა დენი დავსვამდი კითხვას როგორ შეიძლება რომ ყველგან დენი იყოს ირგვლივ და საარჩევნო უბნებზე არ იყოს ეს იმიტომ რომ ნამდვილად ვიცოდი იქ რა სიტუაციაც იყო მაგრამ მთლიანად სრულიად საქართველოს ჩვენ წარმომადგენლები სხვა უბნებშიც ყვავდა და მარტო ამ უბნებით არ გაყალბებულა ბატონო ესა ქალბატონო სიტყვი მე ვამბობ იმას რომ პროცენტულად რასაკვირველია დარღვევებით ჩატარდა ერთი წუთი დარღვევებით ჩატარდა მაგრამ
ეს არ იყო იმ ისეთი მასშტაბური სახის დარღვევები, რომ ვთქვათ, რომ გაყალბდა, ეს არ იქნება სწორე. და პირიქით ჩვენ უნდა ვთქვათ, ჩვენ დაწერილი გვაქვს. სასამართლოში ქონდათ ერთი პროცესი მაინც. ჩვენ საოლქოში საჩივარი დავწერეთ და სასამართლოში თუ გაასაჩივრეთ. სასამართლოში არ გაგვისაჩივრეთ. საოლქოში პოლიტიკური ძალა ქალბატონო და დიმიტრი დავამთავრე მე მინდა ბატონ დიმიტრის გავცე ერთი წუთი. ჩვენ მაგალითად ისეთი უბანი გასაჩივრებული სულ ერთი წამით ბოდის გიხდით. სადაც არა როგორ ერთი წამით მე საუბრობ და მიღებული ხმა გადაგვიძეს 29 ხმა. ერთი წუთი თქვენ საკმარისად ისაუბრეთ მე მინდა გავცეთ დამკვირვებლები ყავდათ წარმომადგენლები უბანზე. ნუ თუ ერთი სასარჩეულო მოთხოვნა მაინც არ მეკონოდა. ბატონ დიმიტრი ერთი მადლობა ბძანეთ ქალბატონ ანა და სერგეი აუცილებლად არ შემიძლია რომ არ გავცე ბატონ დიმიტრის პასუხი, როდესაც საუბრობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე იმ კონტექსტში, რომ თითქოს ყველაფერს ის ალაგებს, ზის სადღაცა, ნუ არ არის ასეთი მიდგომა სწორი. პირველ რიგში ის რომ დღეს ესეთი დემოკრატიულად თავისუფლება არსებობს ქვეყანაში, დიახ, ამ ადამიანის დამსახურებაა და არ გვინდა ჩვენ ვიცით რომ ის გადადგა ვინ და მე მგონი თქვენ და ბატონ დიმიტრი თქვენ ამ ჩვენ სამ შორის ვინც აქ ვზივართ ყველაზე უკეთესად ვიცი ბატონი სანამ გამოვიდოდი არჩევნებიდან ისა ქართულიდან ადამიანებს რომელსაც კრედიტები აქვს ხა დოლარებში ერთი ადამიანი არ გუშინ უსმენდი დიმიტრი კუსიშვილი ნუ გადაგაგვა გამოვიდა დიმიტრი კუსიშვილი და აცხადებდა რომ ჩვენი ლარის კურსი არის გამყარებული გრივნასთან მიმართებით ბატონ დიმიტრი ეს არის ჩვენთან დიმიტრი კუმსიშვილი გრივნასთან მიმართებაში არის გამყარებული თურმე კურსი და კაციშვილი არ არის პატრონი ამ ქვეყნის რომ იმ ადამიანებს ვისაც ვალუტაში აქვს ელემენტარულად კრედიტები იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობა კანტონა დიმიტრი თქვენ ვერ არ მომეცით საშუალება რომ დავამთავრო გადაходით სხვა თემაზე. ამას რეკლამის შემდეგ შევეხებით ამ თემაზე. ქალბატონ ნანა სევდია უგრეხეიძეს უნდა გავუმეორო შეკითხვა. წეგან არ მივეცი დასრულების საშუალება მე თვითონ. თუ ამბობთ რომ გაყალბდა და დიმიტრი ლორთქიფანიძის დასმულ კითხვაზე პირდაპირ თქვი დიახ გაყალბდა. თუ საუბრობთ იმაზე რომ არნახული ძალადობა იყო და ასე შემდეგ, რატომ შედის მაშინ ნაციონალური მოძრაობა გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული პროცენტებით პარლამენტში? ძალიან ბევრს თქვენს მხარდამჭერ სოციალური ქსელის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ქონდა ეს კითხვა. რატომ შედიათ? სულ მთავარი სააკაშვილი იყო, რომელმაც საერთოდ ეჭქვეშ დააყენა, უნდა შესულიყავით თუ არა. დიახ, ეს როგორი ამბავია, ცით ჭადრაკს რო თამაშობდეთ და მოწინააღმდეგო აიღოს დაფა და ჩაქცხოს თავში, მაგრამ გასაგებია რომ პირველი ემოცია ჩემიც ესეთი იყო რომ არ ღირს ასეთ შემთხვევაში საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მაგრამ ეს არის ემოციური დამოკიდებულება. არ შეიძლება პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიამ შეეწყვიტოს პოლიტიკური არსებობა და მაშინ რა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. იარაღი ავიღოთ ხელში? არა, რა თქმა უნდა, იარაღს ვერ ავიღებთ ხელში, ამიტომ პოლიტიკური ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და პრაგმატულად როდესაც დავფიქრდი, რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა თვით პოლიტსაბჭოში, რომლის წევრი მე არა ვარ და მე არ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაჟორიტარები ვესწრებოდით და ვკითხეს ჩვენ დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, 1-2 დღის შემდეგ პრაგმატული გადაწყვეტილება იყო ესეთი, რომ წავიდეთ და განვაგრძოთ პოლიტიკური ცხოვრება და რაც შეეხება მეორე ტურს, იქ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმაც ისევე როგორც შიგნით ნათქვამი იყო, რომ რა თქმა უნდა, თუ ვინმეს არ ძალუძს და არ სურვილი არ აქვს და შინაგანად არ არის ამისთვის მზად, მას შეუძლია პასიური კამპანია განაგრძოს და არ არის აუცილებელი ამისთვის გამოაცხადო, მაინც არ ამოიღებენ იმ სიგან არავის გვარს. ბუნებრივად ჩდება, რომ თუ გაყალბდა, მაშინ გაყალბებული არჩევნების აღიარება ხდება თუ არა ამ თქვენი მონაწილეობით მეორე ტურში. უკაცრავად აღიარება ამისთვის არსებობს ვერბალური მხარე. ის რომ არ ვაღიარებთ, ვამბობთ და ის რომ ჩამოშორდე პოლიტიკურ ცხოვრებას და გახვიდე, ესე იგი, სრულიად ქუჩაში, ეს არის სულ სხვა ამბავი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ასე მოვექცეთ ჩვენ ამორჩეველს. მე სხვათა შორის ჩემი მაშინდელი ინტერვიუ ნახე, როდესაც რიგი პარტიები არ შევიდა პარლამენტში, არჩევნებში გამარჯვებული პარტიები 2010 წელს და მახსოვს, მაშინაც ვამბობდი, რომ თავის ამომრჩეველს რა პასუხს აძლევენ მეთქი, როდესაც არ შედიან პარლამენტში არჩეულები. ეხლაც ესე ვთვლი, რომ გამახსენდა ის ამომრჩეველი, ის 2000
ადამიანი, რომელიც მე მიუმატე არსებულ რაოდენობას და მივედი და მათთან მქონდა კომუნიკაცია, მათ რა პასუხი უნდა გავცე? მადლობა, ქალბატონო სევგია. კითხე აქტივისტებსაც და მათი მოსაზრება იყო ესეთი, რომ უნდა განვაგრძოთ. თუმცა თქვენს პარტიაში მიმდინარე მოვლენები ეს კიდევ ცალკე გადაცემის თემაა, მაგალითად საკრებულოსიდან. ხო, მესმის, მაგრამ მაგალითად საკრებულოსიდან ამოღებული 6 ადამიანი, რომელთაგან ერთმა თქვა, რომ საერთოდ იმიტომ ამოიღეს პირად საუბარში თქვა ასეთი რა, რომ ფუნდამენტალისტ მიშისტებად მიგვიჩნიესო და ამიტომ პარტიაში უკვე სააკაშვილის აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბოიკოტი რომ გამოცხადებულიყო პარლამენტის ან მეორე ტურების უკვე ასთა სხვადასხვა არის რადიკალიზაცია ხდება ასე დროს და ნაციონალური მოძრაობა იმდენად ინტელექტუალური ძალებით დატვირთული პარტია რომ მისგან გამუდმებით ხდება გამონაწევრება ხალხის იგივე თავისუფალი დემოკრატები ეს ელჩები ჩვენგან არიან გამონაწევრებული იგივე რესპუბლიკელები თავის დროზე ზვია ძიძიგური და ყველა იგივე ჯაფარიძე ვიყავით ერთ-ერთ გადაცემაში ეს ბუნებრივი პროცესია რა ნათია გამცემლიძესთან ვიყავით მე და თქვენ გადაცემაში ამ 2 კვირის წინ არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე და ჩვენი ყველა ერთად საუბრობდით ბატონი ვახტანგ ხმალაძეც იყო მაშინ სადისკუსიო ასე ვთქვათ მაგიდასთან მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე და ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებოდით ყველანი აბსოლუტურად საზოგადოებაში ეს დაკვეთა არსებობდა ის რომ თავისუფალი დემოკრატებიც უნდა ყოფილიყვნენ დიახ პარლამენტში ის რომ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა უნდა ყოფილიყო დიახაც პარლამენტში ის რომ მინიმუმ 4-5 პარტია აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ეს მოლოდინი საზოგადოებაში არსებობდა ყველა უნდა იყოს პარლამენტში და იქ დუღდეს უმრავლესობა უმცირესობა ჩამოყალიბების პოლიტიკურ პროცესში იქნებოდა ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ მოვლენები განვითარებული და ნამდვილად იქნებოდა მულტიპარტიული ასე ვთქვათ დემოკრატიის პირველი ნიშნები ჩვენს ქვეყანაში ამაზე მე მგონი ყველანი ვთანხმდებით ქალტონი ნანაც თქვენც ქალტონი ინგაც რომელიც ასევე იყო თავის დროზე გარკვეულწილად პოლიტიკასთან ახლოს და კარგად ესმის გარდა იმისა რომ ჟურნალისტია ეს როგორც ნეიტრალური არბიტრი გარდა ამისა მას აქვს გარედან უყურებს ამას უყურებს მე მგონი არ არსებობს ადამიანი რომელიც აი ამ პოზიტივზე ამას ელოდა ქართული საზოგადოება მაგრამ მიიღო ნახეთ რა მიიღო ქართულმა საზოგადოებამ მიიღო ის რომ თავისუფალმა დემოკრატებმა რომელსაც 6000 ხმა დააკლდათ დაკარგეს 5 წამყვანი პოლიტიკური ფიგურა ისე რომ ერთი მეორის მიყოლებით წავიდნენ ეს ადამიანები და ძალიან კარგად ჩანს აქაც სახრალი ხელი ძალიან დიდი გავლენისა ფსიქოლოგიური სხვა ტიპის გავლენისა ერთადერთი ახსნა განმარტება ვთქვათ აი მე ჩემ თავთან აი სუბიექტურად გეტყვით თავიდან რა ვიფიქრեցით რომ ალბათ ამ ადამიანების წასვლა კავშირში უნდა ყოფილიყო 5 უკანონო პატიმრის გამოშვებისა და გარიგება შედგა თუ არა კანონო ციხეში მყოფი ადამიანების გამოშვების ფასი დაეყოფილიყო მათი პოლიტიკიდან წასვლა ადამიანის ტყუილად ციხეში ჯდომის ასე ვთქვათ გამომსყიდველი ფასი ნებისმიერი შეიძლება იყოს ისე როგორც მისი სიცოცხლის შენარჩუნებისა მეც გავხდით მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი და დღეს რომ დამთავრდეს ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა საერთოდ და შრომა პოლიტიკაში კმაყოფილი ვიქნები ერთადერთით რომ ვახუმა ისაიას სიცოცხლე, გვანცა ყუფარაძის სიცოცხლე, გიორგი ზერეკიძესთან დაკავშირებული თემები, აფრასიძეების ოჯახთან დაკავშირებული თემებთან მქონდა პირდაპირი და ირიბი შეხებები და ის ადამიანები დღეს რომ გარეთ არიან და ვითარდებიან და ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან, ვფიქრობ რომ ეს გარკვეულწილად ჩემი დამსახურებაც არის მეშვიდე მოწვევის პარლამენტში. და აქედან გამომდინარე დღეს მე ისღა დამრჩენია მამაღლა განვაცხადო რომ თუ კი ჩვენ მესამე პოლიტიკური რეალური ცენტრის ჩამოყალიბებაზე არ ვიფიქრებთ ქალბატონო ინგა ეს ორპარტიული სისტემა შენარჩუნებული იქნება პოლიტიკური ცენტრი შეიძლება ეს არის სამომავლო თუმცა ამ ეტაპზე მესამე ძალა არ მიიღო ქართველმა ამომრჩეველმა მოდით რეკლამას გამოვაცხადე ეთერში რეკლამის შემდეგ მინდა ასეთი კითხვა დავსვა ანუ კვირას საბოლოოდ უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს თუ არა ოცნება თქვენ წეგან საუბრობდით იმ საფრთხეებზე რასაც ხედავთ ამ საკონსტიტუციო ბერკეტების ხელში აღების შემთხვევაში მოდით დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე მაგალითად რატომ მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობა რომ არ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ოცნება დიმიტრი ლორთქიფაინძემ წეგამ ბრძანა რომ რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა სრულ ვერ აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც ისე გააკეთებს ფაქტია რომ მან ისე დაშალა მის მიერვე შექმნილი კოალიცია როგორც შექმნა თავის დროზე დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით უნდათ მათ რაიმე ახსნა განმარტება ვინც წავიდა კოალიციიდან დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ